მას შემდეგ, რაც უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აბრძანდა 48 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ყოლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეომაღასრულა. მსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს წმინდა სინოდის სახელით აღსაყდრებიდან 48 წლის თავი მიულოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ყოვლად სამღვდელონო მეუფენო ძვირფასო მამებო დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღეს 48 წელი გავიდა მისი აღსაყდრებიდან. ეს არის დღე, რომელმაც შეცვალა ცხოვრება საქართველოში, სულიერი ცხოვრება, რომელსაც მოყვა დიდი აღშენებლობა და აღორძინება ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ყოველი ჩვენგანის ხელდასხმა და ეკლესიის გაძლიერება. აი როგორც იცით, სიტყვა ილია ნიშნავს ღვთის ძალას და აი მისმა უწმინდესობამ ღვთის მადლით და წყალობით ეს ძალა შთაბერა თავისი ღვაწლით ჩვენს ეკლესიას და დღეს ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ წმინდა სინოდის სახელით მომზადებული მისალოცი წერილი აი აქედან ამბიონიდან წავიკითხოთ, მივმართოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას და დიდი სიყვარულით თქვენთან ერთად მივულოცოთ. თქვენო უწმინდესობაო და უნეტარესობაო, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 42 წლის თავს აღნიშნავს. თქვენი ინტრონიზაციის დღე 1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ეს არის დღე, რომელიც საფუძვლად დაედო ჩვენი ერის სულიერ განახლებას და ფერისვალებას უახლესი ისტორიის პერიოდში. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ის სამი საუნჯე, რომელთაც თქვენ მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურებით და თქვენ სულიერ შვილებს გვაძლევთ იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორი სიყვარულით და ერთგულებით უნდა ვემსახუროთ მათ. ვიდრე ვიცოცხლებ, ჩემს თვალწინ იქნება ის თვალით უხილავი, მაგრამ რეალური ტახტი, რომელზეც დამსვა უფლის ძლიერმა მარჯვენამ. ჩემს გულზე წერია ის ვალდებულებანი, რომლებიც მისმა მოწყალებამ დამაკისრა და ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ ყოვლად მაღალი მოწყალებით და ქრისტეს მოძღვრების მოყვარული ქართველი ხალხის თანადგომით ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მაღალი ღმერთის მადლმა და ძალამ დამაკისრა. ბრძანეთ თქვენ აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში. და მართლაც დღესაც დიდი თავგანწირვით და სიყვარულით აღასრულებთ უფლის მიერ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს. ის მძიმე ჯვარი, რომელიც უფალმა საბჭოთა ათეისტური რეჟიმის პირობებში გიბოძათ, უდრტვინველად იტვირთეთ და მას შემდეგ ერთგულებითა და სიყვარულით მიუძღვებით თქვენ სამცხოს ჭეშმარიტებისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ამიტომაც ასე შეგიყვარათ და დაგაფასათ ქართველმა ხალხმა. ამ საზეიმო დღეს გსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის დიდი საქმეები, რომლებიც თქვენი 48 წლიანი მუხლ-ჩაუხრელი შრომის ნაყოფია და საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს უკავშირდება. ეპარქიების და მღვდელმთავრების რიცხვის ზრდა, სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრების აშენება და განახლება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების და საპატრიარქო ტიტულის მოპოვება, ყოვლადწმინდა სამების დიდებული საპატრიარქო ტაძრის აგება, მრავალი საეკლესიო მოღვაწის წმინდანად შერაცხვა,
თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის გახსნა, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება, საპატრიარქოს უნივერსიტეტისა და ტელევიზიის დაარსება, შვიდგზის ლოცვების დაწესება, ქართული საეკლესიო გალობის და საეკლესიო ხელოვნების სხვა დარგების აღორძინება, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება, საქართველოში დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ნათლიობის ტვირთვა, მრავალი საქველმოქმედო, მისიონერული, საგამომცემლო თუ სამეცნიერო პროექტის განხორციელება, საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების დანერგვა და მრავალი სხვა ღვთივსათნო საქმე. თქვენ პავლე მოციქულის მიხედვით მუდამ გვახსენებთ, რომ უფალი განსაცდელს მოგვივლენს ხოლმე ერის სულიერი გამოფხიზლებისა და განწმედისათვის. ასე დროს კი ჩვენი გადარჩენა რწმენის ერთგულებასა და ერთსულოვნებაშია. ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ხობს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. აღნიშნავთ თქვენ და დასძენთ. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლა ადამიანებს შორის, შევთხოვთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმარდა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს. და თქვენ სულიერ შვილებს ვწამს, რომ თუ კი თქვენს მამობრივ დარიგებებს გავითავისებთ და თქვენს ლოცვა-კურთხევას შევასრულებთ, ჩვენი მწუხარება სიხარულად, დაცემა აღდგომად გადაიქცევა, ჩვენს ქვეყანაში კი უფლისმიერი სიმშვიდე აისადგურებს. კიდევ ერთი დიდი საუნჯე გვაქვს, გვასწავლით თქვენ, ჩვენი სამშობლო, ღვთივკურთხეული საქართველო, რომელიც განბანილია ჩვენი წინაპრების სრემლითა და სისხლით. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას, უნდა გავუფრთხილდეთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს, რომელთაც იცავდნენ და ინახავდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. ჯერა, მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს და გაერთიანებულ ერს. ჩვენს გვჯერა, თქვენ უწმიდესობაო და უნეტარესობაო, რომ თქვენი ლოცვით და სულიერი წინამძღოლობით ღმერთი შეგვაძლებინებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული დიდი სირთულეების გადალახვას და მოგვასწრებს ჩვენი სამშობლოს გამთლიანებას. 2026 წელს ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს და იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით ამ საიუბილეო თარიღის ღირსეულად აღნიშნა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ხალხის უფალთან დაახლოებისა და ქვეყნის გამთლიანების გზაზე. ნება მიბოძეთ წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით, გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე და შვილებრივი სიყვარულით მადლობა გადაგიხადოთ თქვენი დიდი ღვაწლისთვის. შევთხოვთ უფალს და დედა ღვთისმშობელს, რომ მოგბადლოთ სულიერი და ხორციელი სიმტკიცე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ჩვენი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. კიდევ ერთხელ გილოცავთ. სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 48 წლის თავს ულოცავდნენ და საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლზე საუბრობდნენ. ულოცავთ ჩვენს პატრიარქს აღსაყდრებიდან 48 წლის თავს. საოცარია თითქმის ნახევარი საუკუნე იგი მიუძღვის ერს ღვთისაკენ და მან ჩაიბარა ეკლესია განადგურების პირას მიყვანილი და დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დგას აღორძინების გზაზე. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის აქვს განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებული ავტორიტეტი და ეს ყველაფერი პატრიარქის დამსახურებაა. ვმადლობთ უფალს, რომ მოგვივლინა წყემსი კეთილი და ვმადლობთ პატრიარქს, რომ უფლის დავალება მან პირნათლად შეასრულა. იგი არის მოწამე, იგი არის საქართველოსთვის, მისი აღორძინებისათვის, მისი გამთლიანებისათვის და გაბწყინებისათვის ჯვარცმული პიროვნება. ღმერთმა მიანიჭოს მას დიდხანს სიცოცხლე, მრავალსა წელსა მრავალჟამიერ, განაახლოს მისი სულიერი და ფიზიკური ძალები და მისი ლოცვით გვენახოს
მოასწროს თვითონ პატრიარქი გამთლიანებულ და გაბწყნებულ ივერიას. დღეს არის დიდებული დღე, კურთხეული დღე არის, მადლობის დღე არის, რადგანაც ჩვენი უწმიდესი პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს ულოცავთ. ჩვენ გვაქვს მისი მადლი, მისი კურთხევა. საქართველოს შეიცვალა სრულებით, მე ვარ მოწმე. თითქმის 45 წელია, რაც მაკურთხა შეცვლდება რამდენიმე თვეაკლია და მის გვერდით ვარ ამ თითქმის 9 საუკუნის მანძილზე და ხედავ რა მდგომარეობაში იყო ათეიზმით განადგურებული საცოდავად მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ეკლესიები. მონასტერიც არ იყო, მონასტერი არ ქონდა, მოქმედი მონასტერი არ იყო, მამაკაცთა მონასტერიც არ იყო. რა თქმა უნდა, არათუ მონასტრები წარმოედგინეთ, რამდენი ეპარქია შეიქმნა, რამდენი გაუმცემლობები, რამდენი სამღვდელოება ეკურთხა, ხალხმა მიიღო მადლი. არ იცოდა საქართველოს, მე ვარ მოწმე, რომ ჩვენ ყავდა პატრიარქი. ასე ათეიზმის დროს ჩვენმა ხალხმა არ იცოდა, რომ პატრიარქი ყავდა და ასე და დღეს ყველა ოჯახში არის ჩვენი პატრიარქის სურათი და მადლი და კურთხევა და დიდება და უმადლობთ უფალს და ულოცავთ ღმერთმა ინეოსო ჯანმრთელად და დიდხანს გვეცესხლოს ჩვენი საყვარელი პატრიარქი. წელს არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის დიდი მეუფის მამისა ჩვენისა ილიას აღსაყდრების 52-ვე წლის იუბილე. რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად იქნება 59 წელი და დაიწყება 50-მე. ანუ გაისად ამ დროს დაიწყება 50-მე საიუბილეო წელი ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების და მოგვიახლოვდა ძალიან ეს თარიღი, ფაქტიურად 1 წელი დაგვრჩა, რომ ჩვენ უკვე დავიწყოთ აღნიშნა მისი 50 წლის იუბილის, რომელიც წლის ბოლოს გასრულდება. ასე რომ მე მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დიდებული დღე და გავაძლიეროთ ლოცვა ჩვენ ყოველ დღე 100-ე ფსალმს კითხულობთ, რომ ყველანი პატრიარქთან ერთად მოვესწროთ ამ დიდებულ დღეს, როცა აღნიშნავთ მისი აღსაყდრების 50 წლის იუბილეს, რაც სოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის უპრეცედენტო შემთხვევა. არც ერთი პატრიარქი 50 წელი არ ყოფილა საპატრიარქო ტახტზე და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ და ველოდებით განსაკუთრებით ამ დღეს ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენ საყვარელ და ღვაწმოსილ პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავთ აღსაყდრებიდან 52 წლის თავს. ეს არის მართლაც გამორჩეული და უნიკალური მოვლენა ჩვენი დედა ეკლესიის და მთლიანად ჩვენი ერის ისტორიაში. აი ასეთი წყალობით დააჯილდოვა უფალმა ჩვენი ქვეყანა, რომ მოგვივლინა რჩეული ერს ჩვენს ეკლესიას წინამძღოლა და უწმინდესმა მართლაც განვლო ურთულესი გზა გოლგოთისა და ქართველი ერი მშვიდობით და ჩვენი დედა ეკლესია სულიერი აღორძინებით მოიყვანა დღევანდელ დღემდე. ამიტომაც დიდი მადლიერებით უსურვებთ მას მრავალჟამიერ გეგრძელობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ერის და ეკლესიის საკეთილდღეოდ. უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველოს და ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი საყვარელი პატრიარქის გეგრძელობითა და წინამძღოლობით. მრავალს დაესწარი თქვენი უწმინდესობა. ამინ. შეიძლება ითქვას, ეს წლები არის საქართველოს არა მარტო ეკლესიის, თვითონ საქართველოს აღმავლობის წლები და ეს წლები არის სწორედ ის სულიერი გაბრწყინვების წლები, რომელსაც ყველა ვგრძნობთ. მე მაგალითად სკოლის მოწაფე ვიყავი და როდესაც ინტრონიზაციის დღე იყო, არ გვიშვებდნენ და მე ხალხმა იხულა და შევედი და ისეთი სიხარული იყო, ისეთი ბედნიერება იყო და აიქიდან დაიწყო ნამდვილად ჩვენი დედა ეკლესიის და ჩვენი ნამდვილად ქვეყნის აღმავლობა. მისი უწმინდესობა ალბათ კარგად მოგეხსენებათ, ყველა დარგში წარმოადგენდა ისეთ დიდ ავტორიტეტს, რომ მისი სიტყვა არა მარტო ეკლესიური ადამიანისთვის, არამედ უკვე საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მისმა უწმინდესობამ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მე მინდა დიდი სიყვარულით მიულოცო მის უწმინდესობას
მისი ინტრონიზაციის 48 წლისთავი და უსურო ჯანმრთელობა, კარგათყოფნობა და ყველას გისურვოთ ის, რომ მრავალჟამიერ ყავდეს ჩვენი პატრიარქი და ყველას გისურვოთ ის, რომ მისი უწმინდესობა მუდამ ხნეთ იყოს, რადგანაც მისი არსებობა შეიძლება ითქვას ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დაგლოცოთ და გაკურთხოთ უფალმა მრავალჟამიერ ჩვენ პატრიარქს. ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 48 წლის თავს და წმინდა სპირიდონ ტრიუმფალური ხსენების დღეს მრავალჟამიერ მისი სიცოცხლე, მისი უწმინდესობის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. ის არის ნამდვილი მამა ჩვენი ერისა უკვე თითქმის 50 წელია და კიდევ უფალს შევთხოვთ რომ მრავალჟამიერი სიცოცხლე მიმადლოს. 1977 წელი 25 დეკემბერი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ოქროს ასოები ჩაიწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების დღე. და აი დღეს უკვე 52 წლის თავს ვზეიმობთ. რაოდენი წარმატება, რამხელა აღორძინება, გამოფხიზლება ქართველი ხალხის, ეს არის ეპოქალური მოვლენა. დაძინებული ეკლესიისგან მოშორებული ახალგაზრდობა ხორჩესხმული მისი უწმინდესობის მოწოდებით გამოიღვიძა საქართველომ, ახშენდა 2000-ზე მეტი ეკლესია, მონასტრები და აღსგა, სასულიერო აკადემიები და სემინარიები, მისმა უწმინდესობამ აღადგინა გელათის მესერბათ აკადემია. მან საქართველოს საოცარი სიტყვებით მიმართა. ჩვენ ავაგეთ წმინდა სამების ტაძარი, რომელშიც ვიმყოფები და ის გახლავთ სახე ქართველი კაცისა. ძნელია ერთ სიტყვაში ჩაატი ყოველივე, მერც შევავედრებთ ჩვენს უწმინდეს უნეტარეს და მრავალჟამიერ მის პატრიარქობას. ამინ. შევიკრიბეთ დღეს, როგორც ყოველთვის, წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხსენების დღეს, ჩვენი პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი სილია მეორეს აღსაყდრების დღეს. შევიკრიბეთ, რათა ქება, დიდება და მადლობა შევწიროთ ღმერთს იმისთვის, რომ მოგმადლა ჩვენი პატრიარქი, რომელმაც 8 წელი კეთილი დადო ღვთის წინაშე და 48 წლის განმავლობაში გვასწავლის ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ღმერთმა ინებოს, რომ მისი ლოცვით ვიყოთ ერთ წყემს და ერთ სამწყსო. გილოცავთ დღესასწაულს. სრულიად საქართველოს და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს ვილოცავთ ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების 52-მე იუბილეს. გმადლობთ თქვენო უწმინდესობა დაუღალავი შრომისთვის, 8 წლისთვის, სიყვარულისთვის, თითეული ჩვენთაგანის ჯვრის ტვირთვისთვის. მრავალჟამიერ, მრავალსაწელსა თქვენი სიცოცხლე. პირველ რიგში ვილოცავ სრულიად საქართველოს წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხსენების დღეს. ეს უდიდესი წმინდანი ყოფილიყო მფარველი ჩვენი სამშობლოსი და სრულიად მართლმადიდებლობის და საქრისტიანოს. დღეს არის ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის აღსაყდრების 52 წლისთავი. აი ლამის ნახევარი საუკუნეა ჩვენი სათნო სულიერი მამა თავისი ლოცვით, თავისი შრომით, თავისი ზრუნვით ბურჯად უდგას ჩვენ სამშობლოს და თითოეულ ჩვენთაგან. წარმოიდგინეთ როგორც თავად ბრძანებს მზიანი ღამე გამოატარა სამშობლოს ჩვენსას. ფაქტობრივად პიჯურის გადაწერის სწავლებიდან სახარების კითხვამდე მიიყვანა მთელი ერი, მოაქცია, აღაშენა, დაამშვენა საქართველოს ეკლესიებით, ტაძრებით, მონასტრებით და დღესაც თავისი ლოცვით მუდმივად ჩვენ დაგვტრიალებს თავზე, რომ ჩვენ კარგად ვიყო და ეკლესიურად ვიცხოვროთ და სული ვიცხოვროთ. აი კეთს უხრი ჩვენს უწმინდეს ამ 8 წლისთვის და კიდევ ერთხელ ვილოცავ საქართველოს, რომ მოგვასწრო, მადლობა უფალს, რომ შეგვასწრო იმ ეპოქას, სადაც ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე დაიბადა და ცხოვრობს და ის ეპოქაში რომ მოგვიწია ჩვენ სიცოცხლე. დიდი სიყვარულით ვილოცავ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 52 წლის თავს. მრავალჟამიერ მის სიცოცხლეს განუზომელია და ენით აღუწერელია მისი უწმინდესობის 8 წელი, როგორც სამშობლოს, ასევე დედა ეკლესიის გაერთიანებაში, გამთლიანებაში და თავისი ლოცვა გურთხევა, ჩვენი ძვირფასი პატრიარქის ლოცვა გურთხევა დიდხანს ჰქონოდეს ჩვენ სამშობლოს, ჩვენს დედა ეკლესიას
მრავალჟამიერ და ჯანისიმთელი მიმადლოს უფალმა. მინდა ჩვენს უსაყვარლეს და უტკბილეს პატრიარქს მიულოცო აღსაყდრებიდან 48 წელი, მთელ საქართველოს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე და შეეწიოს ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევა ჩვენ ქვეყანას და ჯანმრთელად იყოს და ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო მას და რა თქმა უნდა მისი ლოცვა შეგვეწიოს ყველას ჩვენ. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე. მთელი გულით ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 48 წლის იუბილეს. დღევანდელი დღის ძალითა და მადლით დაუცველი იყოს, გაძლიერებული, კიდევ დიდხანს ვყავდეს იმედად და ნუგეშად. თითქმის ნახევარი საუკუნეა, როგორც ერისსულიერი მამა წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, შეეწიოს და კიდევ მრავალი წელი განუგეშებდეს მრავალჟამიერ მის სიცოცხლეს. სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 48 წლის თარიღს. მე მინდა მას უსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და მისი ლოცვა კურთხევით სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო იყოს ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. გილოცავთ ასევე წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს, მისი მადლითა და წყალობით გამთლიანებული იყოს საქართველო. ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენ პატრიარქს ილია მეორეს, ვუსურვებ ჩვენი ქართველი ერის სიყვარულს, გვიყვარს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კიდევ დიდხანს ყოლოდეს იგი გვერდში. სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხსენების დღეს, უდიდესი წმინდანის და ასევე ჩვენი პატრიარქის 48 წლის აღსაყდრებიდან 48 წლის იუბილეს. უდიდესია მისი ღვაწლი, უზომოდ მიყვარს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. ისევ ჩვენთვის. მან გააკეთა შეუძლებელი, ასე რომ ვთქვათ, ქართველი ერისთვის. ვულოცავ ჩვენს პატრიარქს მისი აღსაყდრების 48 წლის იუბილეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს სადღესასწაულო წირვას დავესწარი. ჩემთვის ძალიან გამორჩეული და დიდი პიროვნება ჩვენი უწმინდესი და ძალიან რთულია სიტყვებით გამოხატო მადლიერება მის მიმართ. მე უბრალოდ როგორც ქართველი დედა ქეცვიხრი მისი უწმინდესობის წინაშე იმ დიდი ღვაწლისთვის, რაც მას აქვს საქართველოს და ქართველი ხალხისთვის გაკეთებული. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ქართველი ერი ძალიან ღირსეულად წარმოეჩინა არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყნებში და მინდა ვუსურვო უპირველესად ჯანმრთელობა და მისი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება, გამთლიანებული და გაძლიერებული საქართველოს ხილვა. იხარე ჩვენო პატრიარქო იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიხაროთ, გილოცავთ. შეუფასებელია ის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარს ერისა და ეკლესიის წინაშე მიუძღვის. დიდია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ავტორიტეტი არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ბედნიერია ერი, რომელსაც უფალმა ასეთი სულიერი მამა მოუვლინა შემწედნა მფარველად. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით, უდიდესი სიყვარულით, მოკრძალებითა და პატივისცემით ვულოცავთ ჩვენს პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის თავს და მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.